ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის სამკაული. წმინდა გერმანე ალიასკელის ცხოვრება. თარგმნა ინგლისურიდან რონი ცხოიძემ. რედაქტორი მღვდელი ილია ჭიღლაძე. ტროპარი, ხმა 7. სიხარულით სავსეო, ჩრდილოეთის ვარკლავო ქრისტეს ეკლესიისაო, წინამძღოლო ერისა უფლის სასუფეველისაკენ, მასწავლებელო და მოციქულო ჭეშმარიტი სარწმუნოებისაო, შუამდგომელო და ქომაგო შევიწროებულთაო, სამკაულო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისაო, კურთხეულო მამაო გერმანე ალიასკელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. კონდაკი. ქრისტეს საუკუნო ნათლისმქადაგებელო. წმინდაო მამაო გერმანე. მეგზურო სახარების განვრცობისათვის ამერიკის მიწაზე. გამცხადებელო ხარების სიმშვიდისა. მდგომარეო წინაშე დიდების გვირგივნისა. უშუამდგომელე შენს მიწას და ხალხს. მშვიდობისათვის და შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. გერმანეს ცხოვრება. გერმანეს ცხოვრება. წმინდა გერმანე ალიასკელი დაიბადა 1777 წელს, მოსკოვის შემოგარენში, ვაჭრის ოჯახში. სამწუხაროდ მისი ერისკაცობის სახელი და გვარი ცნობილი არაა. 16 წლის ასაკში ისტოვებს ოჯახს და მიდის წმინდა სამების სერგის ზღვისპირეთის უდაბნოში მორჩილად. 5 წლის განმავლობაში ისწავლობდა წმინდა წერილს და წმინდა მამათა თხზულებებს. როცა მისი ბერად აღკვეცის დრო დადგა, წინამძღვარმა ის გააგზავნა ვალაამის მონასტერში, სადაც აკურთხეს ბერად. სულ მალე ის ერთვება მისიონულ საქმეში და ძმებთან ერთად აარსებს აბორიგენ ამერიკელთა შორის მართლმადიდებლობის გამავრცელებელ საძმოს. საძმოს ხელმძღვანელობდა იღუმენი ნაზარი, რომელიც საროვის მონასტირიდან იყო. იღუმნი ძალიან მკაცრი იყო ძმების მიმართ და მათ აიძულებდა ემარხულად მთელი თვეების განმავლობაში. ერთხელ მარხვისგან დაუძლურებულმა გემრანემ საყვედურის სახით შესჩივლა წინამძღვარს: მამაო, თუ ამ მარხვით მოგკლავ, რა აზრი აქვს ჩვენს მზადებას მისიონრობისათვის? მე თქვენ მოციქულებად გზრდით, ნაზარი მამობრივი სიყვარულით მიუგო ბერს თქვენ პავლეები და პეტრეები უნდა გახდეთ, ხოლო მარხვა ამაში დაგეხმარებათ, რათა აღზარდოთ თქვენ სულებში მოციქულებრივი სული. კარგია თქვენი მონდომება სწავლაში, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, თუ სულიერადაც გამტკიცდებით. ამ საუბრის შემდეგ წმინდანმა უფრო გაამკაცრა მარხვა და კვირაში მხოლოდ ერთ პურს იღებდა. 15 წლის შემდეგ უფალმა იხმო მისიონრები საქადაგებლად იხმო მიწაზე, სადაც ზეობდა წარმართობა, მისნობა და ეშმაკის სხვა საქმეები. საძმოს წევრები იყვნენ: არქიმანდრიტი იოსები, ბოლოტოვი, მღვდელმონაზნები იოველი, მაკარი, ათანასე, სტეფანე და ნექტარი. ბერდიაკონი ნექტარი და სტეფანე და ბერები იოსები და გერმანე. პირველად ისინი დასახლდნენ კუნძულ კადიაკზე, სადაც დაიწყეს მონასტრის შენებლობა და ქადაგება. 1794 წელი, 24 სექტემბერი, კუნძული კადიაკი. მშვიდობა თქვენ საყავრელო ძმებო, დიდება უფალს უკვე 700 ადამიანი მოვაქციეთ ქრისტესაკენ, 200 ადამიანი შევაუღლეთ, ავაშენეთ ერთი ტაძარი და ვაპირებთ კიდევ ორის მშენებლობას. ვემზადებით სხვადასხვა მხარეში წასასვლელად, გთხოვთ ილოცოთ, წერ და ერთ-ერთ წერილში არქიმანდრიტი იოსები ვალაამის საძმოს. დღითი დღე იზრდებოდა ქრისტიანების რიცხვი მისონერთა გულმოდგინე 8 წლის წყალობით ადგილობრივ მკვიდრალეუტების შორის. სულ მალე ააშენეს ახალმონათლულ ბავშვებისათვის სკოლა და კელია, სადაც ამზადებდნენ მისიონრობისათვის ხალხს. მაგრამ უფლისნებით მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა და მართლმადიდებლობის გავრცელებას საფრთხე შეექმნა. ბევრ სოფლებში პროტესტანტი მქადაგებლები არ უშვებდნენ მისიონრებს და ხალხს უპირისპირებდნენ, აშინებდნენ. თითქოს მღვდლებს განზრახული ჰქონდათ აბორიგენთა ამოჟლეტა და რუსი ხალხის ჩამოსახლება. 5 წლის შემდეგ, მძიმე ღვაწლის შედეგად, არქიმანდრიტი იოსები აკურთხეს ამერიკის პირველ ეპისკოპოსად, მაგრამ სამწუხაროდ ის დაიხრჩა სხვა მისიონერებთან ერთად ოკეანეში. ცოცხლად დარჩენილთაგან რუსეთიდან ეპისკოპოსად გამოაგზავნეს მღვდელმონაზონი გედეონი 1805 წელს, მაგრამ სულ რაღაც 2 წელიწადში მან სამუდამოდ დატოვა ამერიკის მიწა. ადგილს, სადაც მდებარეობდა მისიონერთა მონასტერი, ეწოდა ახალი ვალაამის მონასტერი. წმინდა გერმანს შესთავაზეს მუდლად კურთხევა, მაგრამ თავდამბალმა ბერმა უარი განაცხადა და ისურვა სიკვდილის ბოლომდე დარჩენილიყო, როგორც უბრალაო ბერი, ის თავს ირჩენდა მიწის დამუშავებით, სადაც მას მოჰყავდა პომიდორი და კარტოფილი. ნახევარს ადგილობრივ მოსახლეობას უნაწილებდა, ნახევარს კი თავსითვის იტოვებდა. ძმების სიკვდილის შემდეგ, მან უფრო გააძლიერა საქმიანობა და ცდილობდა სულ მეტი და მეტი ექადაგა ხალხში ქრისტე და მართლმადიდებლობა. ხალხი წმინდა გერმანის მიმართ დადებითად განეწყო, უმეტესობა, ვინც ადრე უარზე იდგა მიეღოთ ქრისტიანობამ, უკვე ხვდებოდნენ, რომ წმინდანს არ ანტერესებდა მიწა, ან ხალხის ძალა ექსპლუატაციის მიზნით, რასაც სხვა მისიონრები აკეთებდნენ. ამიტომაც უკვე სოფლები იღებდა მართლმადიდებლობას.
პარალელურად იზრდებოდა სიძულვილი სხვა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, ისინი აქეზებდნენ უკვე ადგილობრივ ხელისუფალს და ბერს ადანაშაულებდნენ როგორც რუსეთის იმპერიის ჯაშუშს და ამერიკის სახელმწიფოს მტერს. მაგრამ ბევრმა ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მართლმადიდებლობა და ეხმარებოდნენ კიდევაც წმინდას ამ საქმეში. ხალხი ხედავდა, რომ გერმანეს საკუთრებაში იყო მხოლოდ ერთი მტკაველი მიწა და ცეცხლოვანი რწმენა, რომელიც აღავსებდა მათ გულებს. ერთხელ როცა ეკლესიაში შეუვარდა ადგილობრივი მისიონერთა ჯგუფი და მოთხოვეს დაეტოვებინა ეკლესია, მან მიუგო, მე უბრალო გლახაკი და ძიძა ვარ ამ ხალხისათვის და არ ვაპირებ ამ მიწის დატოვებას სიკვდილის ბოლომდე, მაგრამ ხალხისთვის ის უკვე აღარ იყო ძიძა. არამედ მამა. წმინდანი არ ჩერდებოდა კელიაში და სოფელ დადიოდა, რათა არ დარჩენილიყო არც ერთი ადამიანი ხარების გარეშე. ალიასკაზე მცხოვრებელ რუსებში, ფორმალურად მართლმადიდებლებში უკვე დიდი ხნის უკან გამქრალიყო ის სული, რასაც მართლმადიდებლობა ერქვა. უმეტესობა ინათლებოდა მხოლოდ ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენის გამო და არც კი ესმოდათ სარწმუნოების არსი, მაგრამ გერმანის დაუღალავმა სულმა მათში გააღვიძა დაკარგული ცოცხალი რწმენა. ერთი ადგილობრივი რუსი იხსენებს წმინდა გემრანეს, როცა ის მივიდა მათ სოფელში, როცა მე დავიბადე, უკვე ალიასკა არ იყო რუსეთის შემადგენლობაში. პატარაობისას მომნათლეს, ჩვენი რწმენა შემოიფარგლებოდა ჯვრის და დღესასწაულების დროს სანთლის ანთებაში. 15 წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდი წმინდანს, მაშინ აქ მხოლოდ 7 ოჯახი იყო რუსი, დანარჩენი კი ადგილობრივი. როცა მან მოედანზე დაიწყო ქადაგება, ერთმა ჩვენმა მეზობელმა მოგვიტანა ცნობა, რომ ერთი მოხუცი კაცი ქადაგებდა რაღაც ახალ ქრისტიანობის მიმდინარეობას. წადით, თქვენიანია ეტყობა გარეგნობაზეო. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდა იმის გაგება, რომ ვიღაცა ჩვენი მოდგმისა იყო და სიმართლე გითხრათ, იმიტომ მივედით, რომ გაგვეგო ჩვენი ქვეყნის ამბავი და არა ის, რომ მოგვესმინა მის ქადაგება. მაგრამ როცა ოჯახით მივედით მოედანზე, ყველა დადუმებული იყო და პირდაღებული უსმენდნენ მას. ჩვენც უმალ მოგხიბლა მისმა ტკბილმა ხმამ. თვალწინ წარმომიდგა სერაფიმ საროელის ხატი, ზუსტად ისევე ემოსა, როგორც ხატებზე იყვნენ. გამოსახულები დიდი მამები, ტანს ჯვალო ეცვა და ფეხებზე რაღაც კონკები, ხელში სპილენძის ჯვარი ეჭირა, ხმა ძლიერი არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად ქადაგებდა. მახსოვს იმ დღეს ჩვენი სოფლიდან 7 ოჯახმა მიიღო მართლმადიდებლობა. აქედან ერთი ევანგელისტები იყვნენ. ამის შემდეგ ჩვენში რუსებში გაიღვიძა ჟინმა, რომ გვექადაგა სარწმუნოება. მალე წმინდანმა მონასტრიდან გამოგვიგზავნა ბევრი წიგნი, საიდანაც შეგვეძლო უფრო ღრმად გავცნობოდით სარწმუნეობას და შეგვესწავლას. წმინდა გერმანე ხშირად წერდა საყვარელ სულიერ შვილებს. წერილებს, სადაც ის მამობრივი სიყვარულით ანუგეშებდა, არიგებდა და ამხნევებდა. მისთვის არ არსებობდა ღამე და დღე, როგორც ცნობილია, ღამეში მხოლოდ 3 საათი ეძინა. დანარჩენ დროს ლოცვასა და კითხვაში ატარებდა, დღისით კი სოფელ ქადაგებდა. მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება და 1837 წლის 13 დეკემბერს სულიერ შვილებს სთხოვა ხატის წინ დაენთოთ კანდელი და წაეკითხათ მოციქულთა საქმეები, რადგანაც უკვე მას არ შეეძლო კითხვა. შუა კითხვის დროს წმინდამა დატოვა ამა სოფელი და გადანაცვლა საუკუნო საუფლოში. ის 81 წლის ასაკში მიისვენა უფლა იესოში, მისი ბოლო ანდერძი. იყო არ დაეტოვებიათ სამისიონრო 8 წლით ძმებს ამ მხარეში და უფრო განევრცოთ არეალი. მის ერთ-ერთ წერილებში ის ამბობდა, რომ ერთხელ, როცა ის იმედაკარგული დაეცა უფლის ხატის წინაშე და შეღაღადა, რომ დაიღალა და აღარ შეეძლო მეტი სატანა, მას ჩაესმა ხმა, რომელიც ანუგეშებდა და ჰპირდებოდა, რომ სულ მალე არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ სრულიად ამერიკის ორთავე კონტინენტზე იზემებდა მართლმადიდებლობა და განივრცობოდა ქრისტეს ეკლესია. და მართლაც დღითი დღე იზრდება წმინდა გერმანეს ნაღვაწე ქრისტეს ეკლესიის წევრთა რიცხვი. წმინდა გერმანეს სიტყვები, მე ცოდვილი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი შემეყვარა უფალი მთელი ჩემი არსებით და დღესაც არ შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა მიყვარს თუ არა ის, როგორც საჭიროა. მე შინია არა იმის, რომ უფალი დამსჯის ცოდვების გამო, არამედ იმიტომ, რომ ვერ შევძელი უმთავრესი მცნების აღსრულება, მისი სიყვარული. როცა ჩვენ გვიყვარს ვინმე, ვცდილობთ მუდამ გვახსოვდეს იგი და ვასიამოვნებდეთ მას. დღე და ღამე დაკავებულია ამ ობიექტის მიერ ჩვენი გული, აი მაგალითი თუ როგორ უნდა გვიყვარდეს უფალი. გვახსოვს კი ის მუდამ, ფიქრობით კი მასზე მუდამ, ველაპარაკებით კი მას მუდამ. ვიცი რომ არა იქნება უმტესბოსი პასუხი როგორც ჩემი, მაგრამ არ ვკარგავ მისი გულმოწყალების იმედს და ვსასოებ მის იმედზე. პირველ წლებში როცა დავიწყე მისიონრობა, ხშირად გულში სიძულვილი მიტრილებდა წარმართების მიმართ, ვხიზიანდებოდი, როცა ვხედავდი მათ თუ როგორ ლოცულობდნენ ეშმაკების მიმართ, მაგრამ ერთ დღესაც ტრაპეზის დროს ძმამ ამოიკითხა პავლეს სიტყვები ათენლების მიმართ თქმული და ჩემს გულში ვიგრძენი უდიდესი დანაშაული იმის გამო, თუ როგორც მძულდა ის ხალხი.
ვისთვისაც უნდა მეხარებინა ქრისტე, ამის შემდეგ როცა მათთან მივიდოდი, პირველ რიგში ვაქებდი მათ გულმოდგინეობას, ცდილობდი შემესწავლა მათის ნეჩვეულებანი და შემეყვარა ისინი. ამ ყველაფრის მერე კი ვიწყებდი მათთან საუბარს ქრისტეს შესახებ და ვხედავდი თუ როგორ სიხარულით იღებდნენ ქრისტეს ეს ხალხი, მაშინ მადლობა გადავუხადე უფალს. ვიცი შენი ცოდვის შესახებ და გსაყვედურობ, რომ ვერ შეძელი შებრძოლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაძლევ იმის უფლებას, რომ ამ დაცემის გამო მიატოვო ეს ღვაწლი და წახვიდე სამშობლოში. ძმაო, ალბათ უფალმა შენს სიამაყის საპირწონედ მოგივლინა ის ვნება. ხო და იბრძოლე და იმეც ნუ დაკარგავ. სახელი უფლისა იდიდება მთელ ამ მხარეში, ძმაო. მიხარია, რომ ასე სიხარულით ღებულობენ ჩვენს მოწმობას ეს ხალხი. უეჭველად მთელი მოციქულთა დასი გვეხმარება ამ დიდი საქმეში. ჯერა რომ ეს ხალხი, ამერიკელები მზად არიან გახდნენ თანამედროვე მსოფლიოს მისიონერების. აღფრთოვანებული გწერს საყვარელო ძმაო, ამ წერილს, ალბათ გესმის ჩვენი წარმატებები და იცი როგორ მრავლდება ჩვენი ეკლესია ამ კურთხეულ მიწაზე. აღფრთოვანებული შეუყურებ ახალმოქცეულებს და ჩემს თვალწინ. ცოცხლდება პირველ საუკუნეების ქრისტიანთა ცხოვრება. ჭეშმარიტად ასეთები იყვნენ ის კურთხეული ქრისტიანების.